არჩევნებამდე 2 თვით ადრე ირკვევა, რომ მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ნიკა ივანიშვილი ალიანსის ლიდერის ირაკლი ალასანიას პარტიის დამფუძნებელ ყრილობას ესწრებოდა. თავის დროზე ივანიშვილისთვის ჟურნალისტებს ყურადღება არ მიუქცევიათ. ეს ფაქტი ინტერესების საგანი მოგვიანებით გახდა. პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ნიკა ივანიშვილი ალასანიას პარტიის ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი დამფუძნებელია. ეს ინფორმაცია დღის პირველ ნახევარში ნიკა ივანიშვილმაც უარყოდა ირაკლი ალასანიამაც. არა მარტო ირაკლი ალასანიას პარტიის კლუბებზე, სხვა პარტიის კლუბებზეც ნამყოფი ვარ, იმიტომ რომ ჩემი ინტერესი იყო, რაც შეიძლება ჩქარა შეცვლილიყო არსებული ხელისუფლება. რა სტატუსითაც ვწანდებოდი მიტინგებზე, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ ტარდებოდა, იმ სტატუსით ჩემი ინიციატივით მივედი, დამაინტერესა ახალი პოლიტიკური ფიგურის გამოჩენამ. ჩვენ ძალიან ღიად დავპატიჟეთ ყველა, ვისაც სურვილი ქონდა მოსვლის. ეს მისი გადაწყვეტილებაა, რასაც აკეთებს, ამიტომ დღეს რა თქმა უნდა არ არის ჩვენი პარტიის წევრი და მას აქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გზა. ეს იუსტიციის სამინისტროში არსებული ოფიციალური დოკუმენტის ის ნაწილია, სადაც პარტია ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატების დამფუძნებელი ყრილობის წევრთა სიაში მითითებულია ნიკოლოზ ივანიშვილი. დოკუმენტი დღის ბოლოს გავრცელდა და იუსტიციის სამინისტრომ ჟურნალისტებისთვის დაფარა ინფორმაციის ის ნაწილი, რაც კონფიდენციალურია. მათ შორის პირადობის მოწმობის მონაცემები, თუმცა დაბადების წელი და რიცხვი 1969 წლის 15 მარტი მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილის დაბადების თარიღს ემთხვევა. გვარის გასწვრივ დაფიქსირებულია ხელმოწერაც. ივანიშვილის სიაში 121-ია. ამ დოკუმენტის გავრცელების შემდეგ ნიკა ივანიშვილი კომენტარს აღარ აკეთებს, თუმცა დამფუძნებელი ყრილობის წევრთა სიაში ხელის მოწერის ფაქტს კვლავ უარყოფს. დაახლოებით იგივენაირი აღმოჩნდა პარტიის ლიდერის ირაკლი ალასანიას მეორე კომენტარიც. დაფუძნების დღეს მოვიდა ეს პიროვნება, ძალიან ბევრი ადამიანი მხარს გვიჭერს, ეხლა აირჩია სხვა გზა, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს მაგასთან. ნიკა ივანიშვილის ალასანიას პარტიასთან კავშირზე არაფერი იციან ალიანსის სხვა წევრებმა. რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ მათ ინტერესებში მხოლოდ საკუთარი პარტიის წევრების ვინაობა შედის და არა ალიანსში შემავალი სხვა პარტიების. ვერც დავადასტურებ, ვერც უარყოფ ამ ამბავს, არ ვიცი. მე რა მსგავსი მე არ მსმენია. პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე დამფუძნებელთა სიაზე ხელმომწერი პიროვნებები ავტომატურად პარტიის წევრებიც ხდებიან. შესაბამისად შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ თბილისის მერობისთვის ერთი პარტიიდან 2 ადამიანი იბრძოლებს: ირაკლი ალასანია და ნიკა ივანიშვილი.